ეგზისტენციალურ კრიზისშია. კონტინენტზე ომია. არაპროგნოზირებადი ამერიკის შეერთებული შტატები და პერსპექტივაში სავარაუდოდ სავაჭრო ტარიფებიც ამოქმედდება. გადაცემაში ევროპული საუბრებისთვის შევხვდი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს პასკალ ლამის. იგი ამბობს, რომ ევროკავშირმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. სამაგიერო კი არ უნდა გადაუხადოს, თუმცა ჯიბეში იარაღიც უნდა ედოს. ბატონო პასკალ ლამი, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ ევროპულ საუბრებში. დავიწყებ იმით, რომ მაინტერესებს როგორ მოგწონ თანამედროვე მსოფლიო. ახლა როცა დონალდ ტრამპი დაბრუნდა თეთრ სახლში, როცა როგორც ჩანს შეავიწროვებენ გლობალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობას, სამოქალაქო უფლებების მიმართ არსებულ ძირითად პოლიტიკურ კურსს და ასე შემდეგ. როგორია თქვენი აზრით ახლა მსოფლიო? It's in bad shape and in a much სოფლიო ცუდ მდგომარეობაშია, გაცილებით ცუდში ვიდრე მაშინ, როცა მე ვმუშაობდი ამდენი წელი. მე ვბერდები და მადარდებს, რომ ბევრი რამ ქრება იმ სისტემიდან, რომელიც ბოლო 5-10 წელი გვქონდა, რომელიც ნამდვილად არ იყო უნაკლო, მაგრამ მაინც უამრავ სარგებელს იძლეოდა იმის წყალობით, რომ მოვათვინიერეთ გლობალიზაცია და შესაძლებელი იყო უამრავი პრობლემის რეგულირება. Which was far from perfect, but still had a number of benefits in harnessing globalization and ამ სისტემის რღვევა უკრაინაში შეჭრით დაიწყო. ეს უბრალოდ ნებისმიერი საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპების გათელვაა. და ახლა ამერიკას სურს გადააწყოს ეს სისტემა და რისთვის გაუგებარია. თუმცა ორივე ამბობს, რომ ეს სისტემა არ ვარგა ჩვენთვის და საჭიროა ძალის გამოყენება მის შესაცვლელად. და ეს რა თქმა უნდა აბრკოლებს ევროკავშირს, რომელიც არის რეგულაციის, დისციპლინისა და ამავე დროს ლიბერალური სისტემის ეპიცენტრი. ამიტომ მადარდებს თანამედროვე მსოფლიო, თუმცა კიდევ უფრო მეტად მაღილვებს, რამდენად შეძლებს ევროკავშირი, რადგან ჩემი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი აქ არის. გადალახოს ეს სირთულეები, რომლებიც ჩემი აზრით ეგზისტენციალური ხასიათისაა. As the future of my children and grandchildren will be able to overcome this challenge, which in my view is existential. მაინც როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით ევროკავშირის პასუხი ახლა? უნდა დაელოდოს რას იზამს ტრამპი და თუ კი ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირმაც იმავეთი უნდა უპასუხოს? Now, first thing the EU should do and has done. არა, პირველი რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს და უკვე გააკეთა არის ის, რომ მოემზადოს. ამაზე უკვე თვეებია ფიქრობენ. იმას გულისხმობ, რომ ტრამპი რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ეს სამწუხაროდ ჩემი აზრით კარგა ხნის წინ იგრძნობოდა. ასე რომ ახლა ყველაზე დიდი კითხვა ის არის, სამაგიერო გადაუხადო თუ მოელაპარაკო. არის რაღაც საკითხები, რომლებიც ამერიკას უნდა ჩვენგან და არის საკითხები, რომლებიც ჩვენ გვინდა ამერიკისგან. And there are things we want from the US. მაგალითად, Other than being shot at. საჭირო არ არის პირდაპირ თოფის სროლა. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ სავარაუდოდ შეგვიძლია ძალიან საინტერესო ტრანსატლანტური მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯობია დაელოდო და ნახო რა მოხდება და თქვა, რასაც ევროკავშირის ხელისუფლება ამბობდა კიდეც, რომ მზად ვართ გარიგებისთვის. We're ready to look at a deal. რა ტიპის გარიგებებისთვის? რას გულისხმობთ კონკრეტულად, რაზე უნდა მოვილაპარაკოთ? რა გვაქვს არსენალში? I mean, for instance, take the example of cars. მაგალითად ავტომობილებზე. მას აქვს სულელური და ამავე დროს გონივრული არგუმენტებიც. სულელურია მაგალითად, როცა ამბობს, ანგელა უამრავი მერსედესი დადის ნიუ-იორკში და არც ერთი შევრონი არ დადის ბერლინში. ეს პრობლემაა. სანამ იმდენივე შევრონი არ ივლის ბერლინში, ეს პრობლემა იქნება. ეს სისულელეა. რაშიც მართალია ის არის, რომ ევროკავშირი მანქანების იმპორტს 10%-ით ბეგრავს, ხოლო ამერიკა 3%-ით. მაგრამ არის თუ არა ეს იმის მიზეზი, რატომაც შევრონი არ გვხვდება ბერლინში? არა. Tariff of 10% and the EU and the US have an import tariff for cars at 3%. Now, is it the reason why there is no Chevron in Berlin? No way. But მაგრამ ეს მიზეზი არსებობს. So maybe we არსებობს, ამიტომ იქნებ ჩვენთვის მისაღები იყოს, რომ 5, 6, 7 ან 8%-ით დაგვბეგრონ ამერიკაში. იქნებ ისინი თანახმარიან დაწიონ ტარიფი ისეთ პროდუქტზე, რომელიც ჩვენ გვინდა უფრო დიდი რაოდენობით შევიტანოთ ამერიკაში და რომელიც ტრამპისთვის არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. ან იქნებ ამის სანაცვლოდ ნატოს ფარგლებში ვითხოვოთ, რამე რისი გაკეთებაც ამერიკას არ უნდა, მაგრამ ჩვენ გვინდა. ასე რომ უამრავი საკითხია. თუმცა რასაკვირველია, როგორც ჩემი გამოცდილება მკარნახობს, როდესაც ამ საქმეში ვიყავი და მოლაპარაკებები მიხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან თუ სხვა ანგარიშს გასაწევ მხარესთან,
მოლაპარაკებების დროს ჯიბეში იარაღიც უნდა გედოს. თუ მაფიასთან მიდიხარ მოლაპარაკებაზე, შეიძლება ასე მოგიწიოს, ჯიბეში იარაღი უნდა ჩაიდო. უნდა აჩვენო შენი ძალა და უთხრა მზად ვარ გარიგებისთვის, მაგრამ თუ გარიგებამ არ იმუშავა, თუ გგონია რომ მხოლოდ იმიტომ გადახრი გარიგებას შენ სასარგებლოდ რომ დამემუქრები, მაშინ მეც შემწევს ძალა სამაგიერო გადაგიხადო. რაც სიმართლეა, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ბაზარი გვაქვს და ამერიკელ ექსპორტიორებს ბევრი პროდუქტის შემოტანაზე შეექმნება პრობლემა თუ სამაგიეროს მიუძღავთ. Just because you are threatening us, we have the means to retaliate, which is true because we have a large market and US exporters of a number of products will have problems if we retaliate. საით მიდის ეს ყველაფერი? იმას გულისხმობ, რომ თუ გესმით, რას ირჩიან გლობალიზაციას. I've always said, and you and others, ყოველთვის ვამბობდი და თქვენ და სხვებსაც ყოველთვის მოგისმენიათ, ჩემგან რომ გლობალიზაცია არსად არ გაქრება. იმიტომ რომ პლანეტის მოსახლეობის სულ მცირე 3/4-ს მოსწონს გლობალიზაცია, რადგან მისი საშუალებით ესახებათ უკეთესი მომავალი, რადგან ღარიბები არიან. მეორეც, გლობალიზაცია დარჩება, მაგრამ განსხვავებული ფორმით. თუმცა მსოფლიოში გლობალიზაცია არ მოიშლება. ყოველთვის ვამბობდი, რომ გლობალიზაცია არის ერთდროულად ეფექტური და მტკივნეული. ეფექტურია იმიტომ, რომ მტკივნეულია, ხოლო მტკივნეული იმიტომ არის, რომ ეფექტურია. თუ მე რაღაცას შენზე უკეთ ვაკეთებ, შენ კი სხვა რამეს აკეთებ ჩემზე უკეთ, ეს ორივესთვის მომგებიანია. globalization is efficient and painful, and it is efficient because it is painful, and it is painful because it is efficient. If I do something better than you do, and you do something better than I do, it's a win-win. რაკი საგარეო შოკებს შევეხეთ, გავიხსენოთ მაგალითად ილონ მასკი. იგი ფაქტობრივად თეთრი სახლის წევრია და ამბობს, რომ ერევა გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკაში, ასევე გერმანიის პოლიტიკაშიც. როგორ გონიათ, ევროპის პოლიტიკა შეძლებს თავისი გაიტანოს და თავი დაიცვას? I mean, we have to. At the end of the day, უნდა შევძლოთ საბოლოო ჯამში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გარემოებებზე, ვისაუბრეთ ვაჭრობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ღირებულებებია. ეს ღირებულებები ხომ არ კნინდება, ეს ევროპული ღირებულებებია. მაგრამ ხომ არ კნინდება მემარჯვენეების აღზევების გამო. of course, they have been diminished. I mean, democracy has receded by რა თქმა უნდა კი, დემოკრატიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, 15 თუ 20%-ით დაიხია უკან. როდესაც ჩემს ამერიკელ მეგობრებს ვესაუბრები, რომლებსაც არ მოსწონთ ტრამპი და მე უფრო მეტი სწორედ ასეთი მეგობარი მყავს, გასაგებია რატომაც. ევროპელი სოციალ-დემოკრატები გააუგნა ტრამპმა, თუმცა ვცდილობთ გავიგობთ რა ხდება. როგორც ამერიკელი მეგობრები მეუბნებიან, ნამდვილი საფრთხე ის იქნება, თუ ამერიკულ დემოკრატიას დაულპება ფესვები. კორუფცია. მე ვმუშაობდი საერთაშორისო გამჭვირვალობასთან, რომელიც კორუფციასთან მებრძოლი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა უკვე 35 წელია. კორუფცია უბრალოდ ანგრევს დემოკრატიას. I've been working with Transparency International, with the main international organization fighting against corruption for 35 years now. Corruption is a terrible destruction of democracy. სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ მერკოსურის შეთანხმებაზე, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში იყო მოლაპარაკებების საგანი. თქვენი სამშობლო საფრანგეთი სასტიკი წინააღმდეგია მისი. სხვა ქვეყნებიც, მაგრამ საფრანგეთი ყველაზე მეტად. თქვენი აზრით, რა უნდა ქნა საფრანგეთმა მერკოსურთან დაკავშირებით? გესმით ფრანგი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გულისტკივილი. I can understand part of why მე შემიძლია ნაწილობრივ გავიგო თუ რატომ ღელავენ ფრანგი ფერმერები და მე მესმის რა არის მათი წუხელის მიზეზი. რამდენადაც ვიცი, მათი დარდის მიზეზებს საერთო არაფერი აქვს ევროპასთან ან მერკოსურთან. has nothing to do with Europe or Mercosur. They have to do ამის მიზეზი ის არის თუ როგორ მართავენ ფრანგები საფრანგეთის სოფლის მეურნეობის პოლიტიკას ზოგადად. within France. So for the French farmers, ასე რომ მესმის რატომ ბრაზობს ზოგიერთი ფერმერი, ზოგიერთი და არა ყველა. ზოგ ძალიან კარგად აქვს საქმე. თუმცა მცირე ფერმერები ბრაზობენ. მცირე ფერმერებს ნამდვილად აქვს გაბრაზების მიზეზი, მაგრამ ეს მიზეზი არ არის ევროპა. ევროპა ყოველთვის ეხმარებოდა მათ. არც მერკოსურია მიზეზი. მიზეზი არის ის, თუ როგორ გაიგეს, თარგმნეს და განახორციელეს, მაგალითად, წინასწარი რეგულაციები, რომლებიც ბრიუსელიდან მოვიდა. a number of, for instance, precautionary regulation coming from Brussels. So ზედმეტი მოუვიდათ. მერკოსური მხოლოდ განტევების ვაცია. scapegoat.
მაგრამ მხოლოდ ფრანგი ფერმერები არ ბრაზობენ. ფერმერები მთელ ევროპაში ამბობენ, რომ ისინი წარმოების განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტებს იცავენ. არადა მოუწევთ იმის ატანა, რომ მათ ბაზარზე შემოვა ისეთი საქონლის ხორცი და სხვა მსგავსი პროდუქტი, რომელიც გაცილებით დაბალი სტანდარტის დაცვით იწარმოება და ამიტომ იაფიცაა. სიცრუეა. ევროკავშირის ბაზარზე ვერ შევა ქათმის ხორცი, თუ ის არ არის ნაწარმოები იმავე ფიტოსანიტარული ნორმების დაცვით, რომლებსაც იცავენ ევროპაში. ასე რომ ეს საუბარი, რომ იმპორტირებული სურსათი ანაცვლებს ეროვნული წარმოების სურსათს, იმიტომ რომ უფრო დაბალი ხარისხისაა, რომ დაბალია სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ნორმები, მე არ ვლაპარაკობ თავად სურსათის ხარისხზე. Importing food is displacing nationally produced food because it's lower quality, sanitary and phytosanitary. I'm not talking about the quality of the food itself. Yeah, of course. რა თქმა უნდა, თქვენ წარმოების სტანდარტებს გულისხმობთ. This argument that we are ეს არგუმენტი, რომ ჩვენ დაბალი სტანდარტით წარმოებული იმპორტის მსხვერპლი ვართ, არის მცდარი. უბრალოდ მცდარია. ასე არ არის. ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. უბრალოდ ასე ხატავენ სურათს. ასე ფიქრობს ზოგიერთი ამის მთქმელი. the way some of them feel it. ისინი იმასაც ამბობენ, რომ შესაბამისად არ ამოწმებენ. მერკოსურის ქვეყნებში სტანდარტების დაცვა სავალდებულო რომც იყოს, მაინც არ დაიცავენ როგორც წესია, რადგან არსებობს საკანონმდებლო ხრელებიო. მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა, შემოწმებას ყველა უნდა ექვემდებარებოდეს. დღესაც უამრავი იმპორტი შემოგვაქვს მერკოსურის ქვეყნებიდან. ასე რომ თუ შემოწმების პრობლემაა, მოდი გადავჭრათ ეს პრობლემა. მაგრამ პრობლემას არ ქმნის მერკოსურიდან ცოტა მეტი იმპორტის შემოტანა იმის სანაცვლოდ, რომ გაცილებით მეტი ექსპორტი გაიტანო მერკოსურის სივრცეში. შემოწმების პრობლემა შეიძლება მოიხსნას. ვეთანხმები, რომ შესაძლოა ჰქონდეს შემოწმების პრობლემა, მაგრამ თუ ასეა, მოდი გადავჭრათ. ამას საერთო არაფერი აქვს მერკოსურთან. გასაგებია, პასკალ, ამი დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ ევროპულ საუბრებში. სასიამოვნო იყო თქვენთან სტუმრობა.